ლაფროიგის დისტილერიიდან მოგესალმებით მეგობრებო. აილა ლაფროიგის ქვის კასრი, ლაფროიგის დისტილერია და ის ულამაზეს ხედი. აი ამ შენობის უკანა მხარეს არის ცნობილი წარწერა ლაფროიგ რო აწერია, ჯერჯერობით გადაკეტილია, იმედია გზას ვიპოვე, მე შევძვრები რომ მანდაც გადავიღო ვიდეოები და სურათები. ლაფროიგის ვიზიტორს ცენტრით იწყება ლაფროიგის ტური. თვითონ ტური ვერ ავიღეთ, დასწრებაზე იყო, მოკლედ შევედი, იყო ჯერ ადგილები, ვყიდულობდი და რო ვყიდულობდი, მაშინ ამომიგდო რომ უკვე აღარ არისო. მოკლედ ჩემთან ერთად ვიღაცა სხვაც ვყიდულობდა და ერთი წამით დამასტრო ღილაკზე დაჭერა და გადახდა როგორც ჩანს, მაგრამ არის ტრადიციულად ბარი, არის მაღაზია და მოდით დავათვალიეროთ და კიდევ არის მიწა ლაფროიგის მეგობრებს, როგორც იცით, თავისი მიწა აქვს 30 სანტიმეტრი მე მგონი. რა დაფრინავს. ხო და შეგიძლიათ შეიცვათ ბოტები, მიუთითოთ თქვენი მიწის კოორდინატები და გადახვიდეთ და თქვენ მიწაზე ჩაარჯოთ ლაფროიგის დროშა, ამ ყველაფერსაც გაჩვენებთ. შევედით. ხო, ну ეს კორენჯი. მაღაზიით იწყება ლაფროიგის დისტილერია. ტანსაცმელი, კურტკები, აი აილას შესაბამისი კურტკა, სქელი, ლაფროიგის ბრენდირებული კურტკა 140 ფუნტად. 140 ფუნტი ბევრია. აი უფრო სქელი კურტკა 115, მაგრამ ლაფროიგი არ აწერია, იმიტომ რომ 5 ფუნტის უფრო იაფი. რა ვიცი, რეებია კიდე მაისურები. ნამსხვრები, შოკოლადები, ესეთი რაღაცეები, აი ლაფროიგის ყველი, ძალიან გემრიელი, ეს გასინჯული მაქვს და უგემრიელეს ყველია ტორფიანი. ჭიქები, სხვადასხვა წინდები. აი ეს არის საინტერესო. ბოტის ფორმის ბოთლის ჩასადები ლაფროიგის, რეზინის და ბოთლები, რაც თავარია. ძალიან მაგარი არჩევანი აქვს ბოთლების. ну აქ კორენჯებია და კორენჯებთან ერთად არის ну აი სხვადასხვა ბეჩები კასრის სიძლიერის. კარდიასი, საკმაოდ კარგი ფასად 80 ფუნტად, 18 წლიანი ელემენტების, სამივე ელემენტის სყიდვა შეგიძლიათ. და აი ქვემოთ არის 25-30 წლიანები. და აი ეს არის მთავარი, რომლის გასინჯვას ბარშიც ვაპირებ. 4 სხვადასხვა სინგლ კასკი ლაფროიგის, ზოგი ოლოროსო, ზოგი მანზანილა, კორტერი და unforgettable release მადეირას კასრი 20 წლიანი. საკმაოდ კაი ფასები 20 წლიანი სინგლ კასკი მადეირასი 220 ფუნტი. ინტერნეტში ეს რაღაცას ვერ იშოვი. კაი, მოდი აქეთ წავიდეთ. აი ეს არის ბოტები, რასაც გესაუბრებოდით. შეგიძლიათ აქ ჩაიცვათ ბოტები. აიღოთ დროშა ლაფროიგის და თქვენი მიწა იპოვნოთ, ბოტებით გახვიდეთ იმ ტორფებში რაღაცა ნიადაგი ასე შემდეგ და იპოვოთ თქვენი მიწა და ჩაარჭოთ ეს დროშა და ვсё, აი როგორც მთვარეზე რო ჩაარჭეს დროშა, ხო, აი ეგრე ჩაარჭოთ ლაფროიგის დროშა თქვენს მიწაზე, აილაზე. აქ ხო, აქეთ არის იქ უკან მუზეუმია, იქაც გავიაროთ. აქ შეგიძლიათ უფასო კამფეტი აიღოთ, Friends of Lafroig გაწერია, თუ თქვენ მიწა თუ გეკუთვნით, ან თუ არ გეკუთვნით, მაინც აიღოთ. და მოდი გავაკეთოთ რამე ჩანაწერი, რა რიცხვია დღეს 23-ია? 23-ია. 23-09-2005. Name. კალიგრაფია მაქვს ექიმი ხო არა ვარ. კომენტარში დავწეროთ მადლობა. Thank you from Whiskey Club Georgia. ქართულადაც დავწეროთ. Whiskys კლუბი. ასე. წამოდით ახლა წავიდეთ. აი ნახეთ ნიადაგი და ქვემოთ ტორფი. ესე დემონსტრაცია. კაი, მოდით წავიდეთ ახლა იქით მუზეუმი ვნახოთ.
ხო, ეს მუზეუმთან ერთად არის ტურის შეკრების ადგილიც, აქ იკრიბებიან ტურზე. ხო, სხვადასხვა ისტორიები არის, მოკლედ სხვადასხვა პერიოდის ლაფროიგთან დაკავშირებული. აი ისტორია, ლაფროიგის ისტორია, ბოთლების, ნახეთ, უბრალოდ შეგნით რა ბოთლები დევს 30, 33, 25, 27, 28 წლიანები, 34 წლიანები და სულ უკან დევს სხვადასხვა პერიოდის, მე მგონი 1-20 წლის წინანდელი ქაირდიასებიც და აი აქეთ საერთოდ 300 გრამიან ბოთლებში უძველესი 10 წლიანი და 15 წლიანი ლაფროიგები გაყვითლებული ეტიკეტით უკვე, მოკლედ ამ ოთახში ვერავინ რო ვერ მოხდეს, აი ესეთი ბოქლო მიადევს აქ. ვერავინ ვერ შევა შიგნით. ხო, აი აქეთ კედელზე უკვე ბესი ვილიამსონის ისტორია არის, ცნობილი თანამშრომელი ლაფროიგის, რომელზეც ველიჯანას აქვს უამრავი ნალაპარაკები მოყოლი, აი მედლები, რომელიც ბესი ვილიამსონს გადაეცა, დამსახურებული ლაფროიგისტი. აი უძველესი როდინდელია ეს ნეტა. ნახეთ როდინდელი ლაფროიგი 10 წელი არ წერია, მაგრამ ნუ რაღაცა ძალიან ძველია. 1009 არა. 60-იანების ბოთლია მოკლედ რა, იმიტომ რომ 67-60 წელი წერია და ზუსტად რომელი არის? აი ეს ჩარლზი, მეფე, როგორც იცით, ჩარლზის საყვარელი ვისკი არის ლაფროიგი და აი ლაფროიგის დისტილერიაში მოვიდა 2 წელი კასრი უდევს სახლში, როგორც იცით, სასახლეში. ჩარლზს და აი ერთ-ერთი კასრი, რომელიც წაიღო, სურათი არის, როგორ ხსნის და სინჯობს, ანუ აფასებს მოსწონს თუ არ მოსწონს და თუ მოეწონა წაიღო და მოეწონა და წაიღო კიდეს. ხო, ეს აი ეს ნახეთ, ესეც საკმაოდ ძველია, 20-25 წლის წინანდელი 10 წლიანი, ოღონდ ეტიკეტზე წერია Royal Warrant, ანუ ეს არის სავარაუდოდ სპეციალურად სამეფო ოჯახისთვის ჩამოსხმული ლაფროიგი. ეგ არის, მოკლედ აქედან უკვე იწყება ტური, რომელშიც ჩვენ ვერ მოვხვდით სამწუხაროდ, ახლა გავალგარეთ და ვნახოთ იმ წარწერასთან მეცდები რომ მოვხვდე, რომელიც ჩაკეტილი აქვს. სამწუხაროდ ამ ვიდეოში აუდიო არ ჩაიწერა, ამიტომ ზეპირად მოგიყვებით ლაფროიგის წარწერის შესახებ. როგორც აღმოჩნდა, თუ ტური არ გაქვს ნაყიდი, მაშინ ისეთ ადგილას ვერ ხვდები, საიდანაც შეიძლება რომ კარგ ფონზე გადაიღოს სურათი ამ წარწერასთან. ადრე შეიძლებოდა, ადრე გაყავდათ ხალხი, აი ეს შემოღობილი რო არის შემს უკან, თუმცა შემოღობეს ამ ლენტით და მოკლედ ტურის შემთხვევაში გაძლევა შესაძლებლობა რომ გადაიღოს სურათი. აი აქ მარჯვენა შენობაში არის ვერანდა, სადაც ტურის მონაწილეები გამოყავთ და კარგი ფონი არის უკვე ამ წარწერასთან და აი აქ აძლევენ საშუალებას რომ გადაიღონ სურათი. ლაფროიგის ბარში ვართ ახლა. ძალიან მაგარი არჩევანი აქვს ბარში, მოკლედ სტანდარტული კოურენჯებიდან დაწყებული კასრის სიძლიერის ვისკები, ქაირდიასები, დისტილერია ექსკლუზივები სინგლ კასკები, რომელიც დავისხი ახლა, ეს არის სინგლ კასკი 53 გრადუსი, მთლიანად ოლოროსოში დაძველებული 9 წლიანი ლაფროიგი. ასევე შეგიძლიათ 30, 33, 39 და ასეთი ასაკის ვისკების გასინჯვას. საკმაოდ კარგ ფასებში 12 ევროდან, 12 ფუნტიდან, ეს ღირსად 12.5 ფუნტი მაგალითად. სადღაც 30 ფუნტად შეგიძლიათ 30 წლიანი ლაფროიგის გასინჯვას. მოდი ახლა ეს ოლოროსოში დაძველებული 9 წლიანი სინგლ კასკი ვნახოთ. ძალიან მაგარი რამე არის. მძიმე ოლოროსო, ტორფი ძალიან მსუბუქად იგრძნობა, მძიმე ტორფი არ არის. ძალიან კაი. აუ ძალიან გემრიელია. აი შერი ბომბი არის ლაფროიგისგან. 10 წლიანი ოლოროსო ხო იცით? აი მაგაზე გასულებით ტკბილი არის და თან კასრის სიძლი არის. ტორფი თითქმის არ ეთყობა. ძალიან გემრიელი რამეა. ხო და კიდე აი ესეთი welcome drink-ით გაგვიდმასულდნენ, როგორც კი ბარში შემოვიდი, 2025 წლის ქაირდიასი, კასრის სიძლიერის ლორი არის გამოშვებული, როგორც იცით, ქაირდიასაც წელს და ესე უფასოდ გაგვიმასპინძლდნენ ამ ვისკით. მოკლედ ბარით ძალიან კმაყოფილი ვარ.
გამოვედით ლაფროიგის დისტილერიდან და მოვედით აი ამ სივრცეში, სადაც ლაფროიგი გვირიგებს საჩუქრად მიწას და ეხლა აი ჩემი მიწის საპოვნელად მოვედი, უბრალოდ უკვე ნაპოვნი მაქვს და უნდა ჩავარჭო მოკლედ კოორდინატების შესაბამისად ლაფროიგის დროშა. ეს არ არის მინდორი, ეს არის მთლიანად ტორფი, ეხლა ტორფზე ვდგევარ, რომელიც არის ძალიან რბილი, რო დავრბივარ, ფეხი ჩამდის შიგნით და წყალი ამოდის სულ. ანუ ჭაობზე ვდგევარ ფაქტიურად, რომელიც არ არის ბოლომდე გამშრალი და რამდენიმე 1000 წლის მერე რო გაჩნდება, უკვე ამას ნიშნებით ამოიღებენ და ლაფროიგის ტორფად შესაბოლ ტორფად გამოიყენებენ. ძალიან ისეთი, ვაიმე, სახიფათო სასიარულოა, სულ ასხამს ეს ზემოთ წყალი, ფეხს რო ვაბიჯებ და მოდით. ვაი. თავარია არ ჩავარდე, თორე აქედან ამოყვანა არ არის მარტივი. და აი შეიძლება სანტიმეტრებით ავაცილო ჩემ მიწას, მაგრამ ეგ არაფერი. ჩადი ბიჭო, ჩავიდა. ესეც ასე. მოუნიშნა ჩემი მიწა.